განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. Ჩვენს წინასაუბარში დავიწყეთ უკვე მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ მოიაზრებს წმინდა გრიგოლ ნოსელი ზოგადად სამი ცის და კონკრეტულად მესამე ცის საკითხს. იმ მესამე ცისას, რომელიც იხსენება წმინდა პავლე მოციქულთან, აღნიშნავდით, რომ გრიგოლ ნოსელმა ეს საკითხი არა მხოლოდ მსჯელობით და ლოგიკური ანალიზით გადმოგცა ჩვენ, არამედ უპირატესად და უპირველესად იგი კვალში მიჰყვა თვით პავლე მოციქულის ხილვას, თავად მოციქულს, რომელმაც ამ უჩვეულო ხილვის ჟამს შეძლო წვდომა მესამე ცისა და იმავე ცის საწვდომად გამზადებული მოძღვარი გრიგოლ ნოსელი ყველაზე უფრო წარმატებულ გზად და ნაბიჯად თავისი მიზნის მისაღწევად დაუსახავს თავის თავს პავლე მოციქულისადმი კვალში მიჰყოლას, მის ხილვას რომ უკან შეუდგეს, იგივე გზა განვლოს, რაც პავლე მოციქულმა და ამით განუსაზღვროს საკუთარ თავს და ჩვენსგან გვისაზღვროს თუ რა არის მესამეცა, შესაბამისად რა არის პირველიცა და რა არის მეორეცა და ჩვენს, როგორც ვამბობდით, კვალში მიყვეთ დიდ მოძღვარს გრიგოლ ნოსელს, ისევე როგორც იგი პავლე მოციქულს მიყვება და მისგან განმარტებული მოგცემ შესაძლებლობას იმისას, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხს ჩვენთვისაც ჩამოყალიბებული სახე მიეცეს. ჩვენ დავიწყეთ იმ ციტატის კითხვა, თუ როგორ თანდათანობით ზეახსვლითი წესით გრიგოლ ნოსელი გადმოგცემს მოძღვრებას სამი ცის შესახებ. ზეახსვლითი წესით მოციქულთან ერთად. გრიგოლი ასე იწყებს თავის განხილვას. წმინდაი მოციქული, რომელი ყოვლით კერძო წინა კერძო მისწუდებოდა, გახსოვთ ალბათ ჩვენ სწორედ ამ სიტყვებს შევეხეთ, ამ სიტყვებით დავაბოლოეთ ჩვენი წინა შეხვედრა, ამ სიტყვებს სჭირდებოდა სპეციალური კომენტარი, რომ აქ ეპექტასისის, ანუ მარადიულად მზარდი ძლიერებით დაუსრულებელი სწრაფვის, ღვთისკენ დაუსრულებელი სწრაფვის შესახებ მოძღვრებაა გადმოცემული, სწორედ ამას ნიშნავს ეპექტასისი და რამდენიმე ციტატა წარმოადგინეთ წინასაუბარში, მარადიულად მზარდი ძლიერებით ღვთისკენ დაუსრულებელი სწრაფვა როგორ იყო გამოხატული განსაკუთრებით ფრაზაში ზეშთა თავისათვის ისა მარად აღმატება, მარადის უმჯობესისაკენ შეცვალება, დიდებითი დიდებად მარადის აღწევნა და სხვა და ამ სიტყვებშიც, ამ შრომის ხსენებულ სიტყვებშიც იგივე იგულისხმება პავლე მოციქულის როგორც ღვთისმეტყველისა და ღვთისხილველის დახასიათება წარმოდგენილი აქვს, რომ იგი ყოვლითურთ და მარადის, ყოვლით კერძო ნიშნავს მარადის, მარადიულად ყოვლითურთ, წინა კერძო, ანუ წინისკენ მიწვდებოდა, ანუ ეპექტატურ სწრაფვაში იყო, მარადიულად წინწვდომად სწრაფვაში იყო ღვთისკენ, ჭეშმარიტებისკენ და ამიტომ გახდა იგი პავლე მოციქული ღირსი ამ უაღმატებულესი ხილვის მიღებისა. შემდგომ გრიგოლი განაგრძობს. სწორედ ამის გამო რომ გახდა ღირსი, ამას გამოკვეთს, აი ამ ღვთისხილველობითი უნარის გამო რომ გამორჩეული იყო პავლე მოციქული, ამიტომ გახდა იგი ღირსი ასეთი აღმატებული სახილველის მიღებისა. კვლავ ამ სიტყვებსაც გავიმეორებ და შემდგომ მომდევნო, რაც მას მოჰყვება. წმინდაი მოციქული, რომელი ყოვლით კერძო წინა კერძო მისწუდებოდა, თანაწარხდა ყოველსავე საზღვარსა ხილულთა ბუნებათასა. ესე იგი ამ სახილველის, ამ ხილვის, ამ გამოცხადების მიღების ჟამს პავლე მოციქული, რომელიც სულიერად ყოველთვის ღვთისკენ სწრაფველი იყო, უშუალოდ ამ ხილვაში თანაწარხდა. თანაწარხდა ნიშნავს მან განვლო, მან გვერდი აუარა, იგი აღემატა. ყველაზე უფრო ზედმიწევნითი თანამედროვე შესატყვისია განვლო. ამ მოციქულმა ამ ხილვის ჟამს განვლო ხილული ბუნების ყველა საზღვარი, გადალახა მან ყველა საზღვარი მოციქულმა და შედეგი რა არის? და უხილავთა არსების აღიწია, უხილავ არსებათა წიაღში შევიდა, აი ამ ხარისხამდე მიაღწია, ხილულთა ბუნებას ზეაღემატა და არა ხორციელად იქმნა ხილვა ესე უხილავთა იმის მიერ. ეს ხორციელად არ მომხდარა, ესე იგი ის ხორციელად კი არა ასულა ზეცად, არამედ ხორცში მყოფი სულიერად აღემატა გრძნობადობას, აღემატა ხილული ბუნების ყოველ საზღვარს და სწორედ სულის თვალით, ღვთისმადლით განხმული თვალებით ზეციური სხედვისა შემძლებელი გახდა იგი იმ აღმატებული ჭეშმარიტების გულით, სმენით და ხილვით შემეცნებისა და აღქმისა. იმიტომ რომ ეს სამი ნაწილია მისგანვე პავლე მოციქულისგანვე გამოყოფილი. ერთი რომ არავის უხილავს ისეთი მშვენიერება, იმდაგვარად აღმატებული იყო, რომ არასოდეს კაცის გულამდე არ მოსულა, ანუ სმენადობა და მესამე, რომ კაცის გულს არ უგრძნია მსგავსი რა.
იქ ენაცაა ნახსენები, რომ მას ადამიანური ენა ვერ გამოთქვამს, რა თქმა უნდა, ეს უკვე შედეგი იმდენად აღმატებულება მშვენიერებისა, რომ ენა მას ვერ დაიტევს, ადამიანური კაცობრივი ენა, რომ უძლურია მის გამოსათქმელად. აი ამგვარი ჭეშმარიტების ხარისხამდე აღიწია პავლე მოციქული და შემდგომ დიდი მოძღვარი განაგრძობს. რამე თუ თვით იგი თავადი წამებს ამას თავისათვისისათვის, თვით პავლე მოციქული ადასტურებს ამას თავისი თავის შესახებ და იტყვის ვითარმეთ და ამბობს, რომ გინა თუ თვინიერ ხორცთა ისა, არა ვიცი, ღმერთმან იცის. ხორციელად მოხდა ეს თუ უხორცოდ არ ვიციო. გრიგოლ-ნოსელი აქ რას გულისხმობს? გრიგოლ-ნოსელი პირდაპირ ამბობს, რომ ეს უხორცოდ მოხდა, რა თქმა უნდა, და მართლაც შეუძლებელია, რომ ხორციელად ადამიანმა განვლოს ეს ხილული სოფელი, ამაღლდეს ზეცად, ჯერ კიდევ ცოცხალი და ხორციელადვე შევიდეს უხილავთა შიგნით. მაშ რა ხდება? ხდება მხოლოდ ის, რომ პავლე მოციქული ხორცში მყოფთ და უწყებს, რომ ხორციელებაც ჰქონდა ამ ხილვას და უხორცოებაც. ხორციელება, იმიტომ რომ თვით მხილველი იგი თვითონ პავლე მოციქული ხორცში იყო, ცოცხალი იყო, მაგრამ ხორცში მყოფი სულიერად ამ ხილვის მიმღები გახდა. შემდგომ გრიგოლ-ნოსელი განაგრძობს და ვითარმეთ ვიდრე მესამედ ცადმდე აღიტაცა ესე ვითარი იგი. აი ამგვარი ვინმე, ვინც თვითონაც გრიგოლ-ნოსელი ამ შემთხვევაში მესამე პირს იმარჯვებს, ისიც ცხადია პავლე მოციქულის გულისხმობს, როგორც ადრეც თქვა და შემდეგშიც რამდენჯერმე იტყვის, მაგრამ მოციქულის სამეთყველო სტილს ისიც მიედევნა და ამბობს, რომ აი ამგვარი ვინმე ხორცში თუ უხორცოდ მყოფი, ხორცში მყოფი სიცოცხლით, მაგრამ უხორცობაშიც მყოფი, იმიტომ რომ მთლიანად დატოვა ეს საგრძნობელნი, ეს გრძნობადობა, ყველა საზღვარი ხილული ბუნებისა და უხილავთა შიგნით შევიდა და სულიერად შევიდა იქ, გარკვეული აზრით ხორცისაგან უკვე გათავისუფლებული, არა იმ აზრით, რომ სულის სხეულს მთლიანად გაეყარა, ეს უკვე სიკვდილია, არამედ იმ აზრით, რომ სხეული უმოქმედოა, სხეული ვერ აბრკოლებს მისი სულის აღმასვლას და ამიტომა ეს ხორციელ უხორცო ხილვა, აი ასეთი რამ შეგვიძლია ვთქვა, როგორც თვით პავლე მოციქულის ამბობს, გინა თუ ხორცი და გინა თუ უხორცოდ. ამგვარი ვინმე გახდა, აი ასეთი სულიერი აღმატებულების მქონე პიროვნება მესამე-მდე აღსვლისა და აი აქ იძლევა უკვე კვალიფიკაციას მესამეცის რაობის განმარტებას გრიგოლ-ნოსელი და ამბობს და ვითარ მე ვგონებ ხილულისა ამის სოფლისა და სასრულსა მესამედ ცად უწოდა მოციქულმა. აი ამ ხილული ქვეყნის დაბოლოებას ყველაზე უფრო უკიდურეს წერტილს და სფეროს და შემოსაზღვრულობას ხილული სამყაროსი უწოდა მან მოციქულმა მესამედსა, ამბობს პავლე მოციქული, რითაც მთავრდება ეს შედგენილობაში მყოფი სოფელი და რომლის მიღმაც, რომლის ზევითაც უხილავთა წიაღია. ესაა ზღვარგამყოფი მიჯნა, რომლის ქვემოთაც, ესე იგი მესამეცის ქვემოთ ხილული სოფელია, მესამეცის ზემოთ უხილავთა წიაღია. კვლავ წავიკითხავთ, დავითარ მე ვგონებ ხილულისა ამის სოფლისა და სასრულსა მესამედ ცად უწოდა მოციქულმა. მაგრამ აქ ერთი საკითხი ისმის ძალიან საყურადღებო საკითხი, რატომ ეხება ამ მისტიკურ, ჭეშმარიტად მისტიკურ საიდუმლოებით საკითხს გრიგოლ-ნოსელი ამ თავის ყველაზე, ასე ვთქვათ, ბუნებისმეტყველურ და ბრჭყალებში რომ ვთქვათ, ყველაზე უფრო ამქვეყნიურ შრომაში. იმიტომ რომ ფიზიკა მათემატიკური ცნებებით თითქმის და ყოველ შემთხვევაში წინამოსწავებითად აი ამ ხედვით განიხილავს საკითხებს ხილული სამყაროს შექმნისას. ეხება იმიტომ რომ სწორედ ამ შრომაში განსაზღვრავს იგი გრიგოლ-ნოსელი თუ რა არის ამ ხილული სოფლის შედგენილობის მქონე ქვეყნიერების დასასრული. ეს არის ის წრე, როგორც ზემოთ აღნიშნავდით, ცეცხლმა რომ შემოვლო თავისი მარადმოძრავი თვისებისგან გამომდინარე. ამ მარადმოძრაობის და სიმსუბუქის თვისებით ჯერ ყველაზე უფრო მსუბუქეს წერტილამდე ავიდა, ყველაზე უფრო გაიშვიათებულ ფაქიზ არამატერიალურობას და უხილაობას ყველაზე უფრო მეტად მიახლოებულ, მაგრამ მაინც მატერიალურ წერტილამდე რა თქმა უნდა ავიდა ცეცხლი და რადგან ისიც ცხადია ნივთიერია, ამ ყველაზე უფრო უკიდურესი წერტილის ზევით ისიც ვერ ადის. მაგრამ მარადმოძრაობის თვისება აქვს, იწყებს შესაბამისად ვერტიკალურის ნაცვლად უკვე წრიულად სვლას და ამ წრიული სვლის ჟამს შემოსწერს თელ ხილულ სოფელს, თელ მატერიალურ სამყაროს. აი ესაა ხილული სოფლის დასასრული, ანუ ბოლო მიჯნა. და რამდენადაც წმინდა გრიგოლ-ნოსელი აქ უკვე ამბობს, რომ მესამეცას სწორედ ეს ბოლო მიჯნა, შესაბამისად იგივეობა აშკარაა, ცეცხლისგან შემოსაზღვრული იმ უკანასკნელი სარტყელისა ყველაზე უფრო უკიდურესი გარსისა, რომლის შიგნითაც არის მთელი ხილული სამყარო, ხოლო რომლის მიღმაც უკვე უხილავთა წიაღია. ამ ხრივ ფიქრობთ ნათელია, რომ წმინდა გრიგოლ-ნოსელს მესამეცის შესახებ სწორედ ამ ნაშრომში უნდა ემსჯელა, რადგან მას აი ასეთი სწავლება ქონია ამ ცასთან დაკავშირებით, რომ ეს არის
ხილული სოფლის დასასრული ყველაზე უფრო უკიდურესი მიჯნა ხილული ქვეყნისა. ხოლო რადგან ამ უკიდურეს მიჯნაზე დასაბუთებულად მსჯელობის წესით სწორედ ამ ნაშრომში გვესაუბრებოდა ეს უფრო ადრე, ეჭვი არ არის, ამიტომვე განიზრახა, რომ მესამეცის საკითხიც ამავე ძეგლში, ამავე ნაშრომში გადმოეცა მას და მართლაც სხვა ნაშრომებში, რომლებიც სწორედ სულიერ საკითხს ეხება, განხთობის შესახებ ვრცელ სწავლებას გადმოგვცემს და ასეთი ნაშრომია ღვთისმადლი დაურაცხელი გრიგოლ ნოსელის მემკვიდრეობაში, არც ერთ მათგანში ეს საკითხი განხილული არ გახლავთ. იმიტომ რომ იქ შეიძლებოდა სწავლება გადმოცემულიყო ხილული სოფლის დასასრულია მესამეცაო, მაგრამ ეს თვითონ რა არის ხილული სოფლის დასასრული და ეს როგორ წარმოვიდგინოთ, იმ ნაშრომებში ცხადია ამის შესახებ არც მსჯელობა ყოფილა და არც დასკვნა მოცემული. ამიტომ სადაც ეს განსაზღვრა მოძღვარმა, რა შრომაშიც განსაზღვრა თუ როგორ არის აგებული ხილული სამყარო, როგორ იქნა შემოსაზღვრული იგი ცეცხლის მარადმოძრაობის შედეგად და როგორ განიყო ამით ზეციური, ანუ სულიერი და ამქვეყნიური და რომ ერთის სიმბოლოა ზენაწყალნი, ხოლო მეორე მატერიალურ წყნებს ბუნებრივად მოიცავს თავის თავში, ეს ყველაფერი რომ ამ ნაშრომში განიხილა, მესამეცის საკითხიც აქ წამოჭრა მან და აქვე სრული სიცხადე შეძინა ამ საკითხს. ასე რომ მესამეცსა წმინდა გრიგოლ ნოსელის სწავლებით არის დასასრული ხილული სამის სოფლისაი, ანუ ამ მატერიალური შედგენილობის მქონე ქვეყნიერების მთელი სამყაროს ყველაზე უფრო უკიდურესი მიჯნა, ყველაზე უფრო გარემომცველი სარტყელი, ყველაზე უფრო უკიდურესი წრეხაზი, რითაც იგი შემოისაზღვრება და რითაც იგი თავის დროზე, ესე იგი სამყაროს შექმნის ჟამს შემოსაზღვრა ღვთისგანგებით და ღვთიური კანონზომიერების თანერგილობით მარადმოძრავმა ცეცხლის არსებამ. წმინდა გრიგოლ ნოსელი განაგრძობს. მას შემდეგ რაც მესამეცის რაობა მან უკვე დაგვიდგინა, აი ამის შემდეგ განაგრძობს. რამე თუ ყოველივე ხილული სამად განყო მოციქულმან. ესე იგი, მართალია ხილული სოფლის დასასრულამდე მივიდა მოციქული თავისი სულიერი ზესწრაფვითა და იმ ხილვის შედეგად, რაც მას მიეცა და რაც მან დაიტია, მაგრამ რატომ უწოდა აი ეს ხარი ამ შემთხვევაში წინა პლანზე წამოწეული მოძღვრისგან, გრიგოლ ნოსელისგან, რატომ უწოდა მაინც და მაინც მესამეცა? ეწოდებინა ან ზოგადადცა, ან თქვათ მეორეცა, ან და მეოთხეცა, რას ნიშნავს კონკრეტულად მესამე? ამის ახსნას უკვე ციტირებულ სიტყვებში პოულობთ, რომ მთელი ხილული შესაქმე მოციქულმა სამად განყო. ეს ნიშნავს, რომ გრიგოლ ნოსელისთვის ცხადია მოციქულის სიტყვა არის აბსოლუტურად უცდომელი, იმიტომ რომ საღვთო წერილი ყოვლად უცდომელია, გრიგოლ ნოსელისთვის მთელი ხილული სამყარო სამად განიყოფება. ეს უკვე არის არა იმდენად სამყაროს შექმნის შესახებ სწავლება, არა კოსმოგონია, ეს ტერმინი ეკლესიის მამათა ტერმინი გახლავთ, რასაც სოფლის დაბადებაი შეესაბამება ქართულად, არა სოფლის დაბადებაზე საუბრობს უკვე მოძღვარი, არა კოსმოგონიაზე, არამედ კოსმოლოგიაზე. კოსმოლოგია გახლავთ მოძღვრება სამყაროს აღნაგობის, სამყაროს სტრუქტურის შესახებ. თუ კოსმოგონია არის მოძღვრება სამყაროს შექმნის შესახებ, კოსმოლოგია არის მოძღვრება იმის შესახებ, თუ როგორია ეს უკვე შექმნილი სამყარო, რა აღნაგობისაა, რა სტრუქტურისაა. და წმინდა გრიგოლ ნოსელის კოსმოლოგიური სწავლება, ანუ სამყაროს აღნაგობის შესახებ სწავლება, სწორედ აქ ჩანს ყველაზე უფრო მკაფიოდ. პირველი დებულება წმინდა გრიგოლ ნოსელის კოსმოლოგიისა, პავლე მოციქულზე დაყრდნობით, გახლავთ სწავლება იმის შესახებ, რომ მთელი ეს ხილული სოფელი, მთელი სამყარო არის სამნაწილედი, სამად განიყოფება. და თითოეულ ამ განაყოფს, თითოეულ ნაწილს, უკვე აქედანვე ჩანს ეს და ჩვენ წინასწარ ვამბობთ, გრიგოლ ნოსელის სწავლებით ეწოდება ცა. ესე იგი, ხილული სოფლის შიგნითაა სამივეცა, იმ გარემომცველი სარტყელის შიგნით არის ორივეცა და თვით ეს გარემომცველი სარტყელი თავისთავად არის მესამეცა. მაგრამ რომელია ის ორი შინაგანი? მოძღვარი განაგრძობს. ჯერ კვლავ წავიკითხავთ იმ სიტყვებს, რამე თუ ყოველივე ხილული სამად განყო მოციქულმან და ჩვეულებისაებრ წერილთაისა, წერილნი აქ ყოველთვის გულისხმობს საღვთო წერილს, საღვთო წერილის წიგნებს და საღვთო წერილის ჩვეულებისამებრ, როგორც ეს საღვთო წერილს შვევია, თითოეულსა ნაწილსა მათსა ცად სახელს დვა. ესე იგი, მოციქულმა, რომელიც ძველ აღთქმაზე აღზრდილდა თვითონაც საღვთო წერილის კუთვნილება, ხოლო საღვთო წერილს ეს ახასიათებს, ეს ჩვევია, რომ ამას სოფლის, ხილული სოფლის თითოეულ ნაწილს ცალ-ცალკე ცა უწოდოს და სამყარო უწოდოს, როგორც მე ვნახავთ, მანაც ამგვარადვე უწოდა თითოეულ ნაწილს, საღვთო წერილის განუყოფელი ნაწილის
ავტორმა პავლე მოციქულმა თვითონაც საღვთო წერილის მეტყველების კვალობაზე ხილული სოფლის თითოეულ ნაწილს ცა უწოდა და შესაბამისად იმ მესამესაც დამაბოლოებელს ხილული სოფლისას ასევე ცა უწოდა. ჩვეულების სამავე წერილთა ისა თითოეულსა ნაწილსა მათსა ცად სახელს დვა. რამე თუ სიტყვაი წიგნისაი წარმოჩინებითა რაითმე სიტყვათაითა და ამის შემდეგ იწყება ესე იგი უკვე გრიგოლ ნოსელს რადგან ეს დებულება მკაფიოდ აქვს ნათქვამი რომ თვით საღვთო წერილია ამის განმაპირობებელი ამგვარი სახელდებისა რომ ხილული სოფლის შიგნით ჩვენ გამოვყოთ პირველიცა და მეორეცა ანუ ცალკეული ნაწილები ხილული სოფლისა ცად იქნეს წოდებული რახან ეს მან თქვა უნდა დასაბუთდეს რომ ეს მართლაც ასეა საღვთო წერილის მიერ ამიტომ ამის დასაბუთებას იწყებს ამჯერად წმინდა გრიგოლ ნოსელი რომ წმინდა წერილი მართლაც უწოდებს ხილული სოფლის თითოეულ ცალკე აღებულ ნაწილს ცად და ეს სიტყვები ამას ნიშნავს რომ რამე თუ სიტყვაი წიგნისაი გულისხმობს ბიბლიის სიტყვა წარმოჩინებითა რაითმე სიტყვათაითა გარკვეული სიტყვების გამოყენებით გნებავთ სახეობრივი გამოყენებით იმიტომ რომ წარმოჩინება ზოგჯერ ამასაც ნიშნავს ესე გარკვეული სიტყვების შემოტანით პირობითად ან რეალური მნიშვნელობით ამას ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს პირველად ცად ესე იგი სიტყვაი წიგნისაი ანუ ბიბლიის სიტყვა პირველ ცად რას უწოდებს უწეს ძველი ქართული უწეს ნიშნავს უწოდებს საზღვარსა ამას ზრქელისა ამის ჰაერისასა რა თქმა უნდა გრიგოლ ნოსელის დროს თანამედროვე ბუნებისმეტყველური ტერმინოლოგია არ არსებობდა ის მეტყველებს იმენით რაენაც მისთვის შესაძლებელია და ბუნებრივია წმინდა წერილის ენით მეტყველებს ქართული თარგმანიც ასეთია მაგრამ იმდენად მკაფიო აზრი რომ ნებისმიერ შეუძლია თანამედროვე კვალიფიკაცია მისცეს იმას რაც აქ ითქვა რომ საზღვარი ზრქელის ამის ჰაერისაი რა თქმა უნდა არის ატმოსფერული რეგიონი სადაც ჰაერი სუფევს დედამიწის გარშემო სივრცე რა თქმა უნდა მაშინ განსაზღვრული არ იყო ეს ატმოსფერო რამანძილით იყო დედამიწაზე აღმატებული ზოგადად ითვლებოდა იმიტომ რომ წმინდა წერილი ეკლესიის მამები მაქსიმალურ და ზედმიწევნით მათემატიკა ფიზიკურ განგარიშებებს არასოდეს არ ახდენენ იმიტომ რომ ეს დაწვრილმანება სულიერი მოძღვრებისთვის და ცხონებისთვის აბსოლუტურად არაფრის შემძენი არ გახლავთ ზოგადი დებულებებია მოტანილი და ზოგადი დებულებებით გრიგოლ ნოსელისგან ასე განისაზღვრება რომ თვარის ქვემოთა სივრცე რაც არის თვარის ქვემოთა სივრცე ანუ დედამიწის გარშემო სივრცე იგივე პერიგეია იგივე ატმოსფერული რეგიონი იგივე ზრქელი ესე ჰაერი სადაც სუფევს აი ესა პირველი რეგიონი პირველი ნაწილი ხილული სოფლისა და ამ ნაწილში იმავე მოძღვრის გრიგოლ ნოსელისვე დაზუსტებით რომ ესე იგი რაიმე ორჭოფობა არ იყოს ესა ის რეგიონი სადაც ანდა რომელსა შინა იხილვებიან ქარნი და ღრუბელნი და ფრინვენ სიმაღლედ აღმავალნი ფრინველნი ესე იგი ატმოსფერული რეგიონი როგორც უკვე აღნიშნეთ მაგრამ კონკრეტულად სად არის ეს საღვთო წერილში და წმინდა გრიგოლ ნოსელს ორი ციტატა მოაქვს შესაქმის პირველი წიგნის 26 და 28 მუხლებიდან და ამბობს რამე თუ წერილარს ვითარმეთ ღრუბელნი ცისანი და ფრინველნი ცისანი სავსებით დასაბუთებული ახსნა როცა ცის ღრუბელი ასეთი გამონათქვამია საღვთო წერილში ღრუბელი ხომ ატმოსფერულ რეგიონშია შეუძლებელია ღრუბელი იყოს უძრავარცქლებთა სფეროში ამიტომ ესეც ცა არის ესე იგი და მით უმეტეს სადაც ფრინველია იმასაც ცა ეწოდება იმ რეგიონსაც აი ეს ორი გამონათქვამი მკაფიოდ ასაბუთებს რომ დედამიწის გარშემო არსებული ყველაზე უფრო ახლო სივრცე ისევე იწოდება ცად წმინდა წერილისგან როგორც უფრო უშორესი სივრცეები ეს ორი ციტატა ღრუბელნი ცისანი და ფრინველნი ცისანი მაგრამ როგორც უკვე აღნიშნეთ გრიგოლ ნოსელი მხოლოდ ტერმინცას არ აპყრობს ყურადღებას ჩვენ ადრე საუბრობდით ამასთან დაკავშირებით ეკლესიის მამებთან ეს გამოკვეთილია რომ მისთვის იგივეობრივია ჩვეულებრივ ტერმინი ცა და ტერმინი სამყარო როგორც არსებობს სამი ცა ასევე არსებობს მისთვის სამი სამყარო არათანამედროვე დღევანდელი მნიშვნელობით არამედ იმ ძველი საღვთისმეტყველო გაგებით სიმყარე ამ ერთი დიდი მყარის დიდი ქვეყნიერების დიდი ხილული სოფლის ცალ-ცალკე მყარი ნაწილები აი ამას ეწოდება სამყარო სამყარო იმიტომ ეწოდება ასეთსაც რომ ცა ჩვენ შეიძლება სულიერ არსებათა წიაღსაც უწოდოთ და სულიერი მნიშვნელობით შეიძლება ითქვას ცა მაგრამ ამ შემთხვევაში რომელ ცაზეა ლაპარაკი ეს რომ განისაზღვროს გრიგოლ ნოსელისგან ამიტომ იგი პარალელურ ტერმინად მომხმობს სამყაროს რომ მყარი რეგიონის მატერიალური რეგიონის ცათა შესახება მის მიერ საუბარი
რა თქმა უნდა, სულიერ სამყაროში მყარი რეგიონები ცხადია არ არის. და იქაური წიაღის ცად წოდება გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ სულიერ ცას, ისე როგორც სულიერი მნიშვნელობით ცა შეიძლება ეწოდოს წმინდანთა კრებულს, ეკლესიას, როგორც ეს ცნობილი განსაზღვრებაა, რომ ეკლესია ეს არის ცა ქვეყანასა ზედა. ჩვენ სხვათა შორის სწორედ ეს სიტყვები ქონდა წამძღვრებული რუბრიკა დევიზად ჩვენს გაზეთზე საეკლესიო სიწმინდენი. ცაი ქვეყანასა ზედა, ესაა ეკლესია, სულიერი ცა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის სულიერი ცა. საგალობელთა კრებული, რომელიც წმინდა გიორგი თაძმინელმა თარგმნა უდიდესი მნიშვნელობისა თვენია 12-ნივე, მის მიერვე წოდებული როგორც სულიერი ცა. და სხვა. აი ამიტომ მოუხმობს წმინდა გრიგოლ ნოსელი პარალელურ ტერმინად სამყაროს, ანუ ახალ ქართულად ვთქვათ მყარს, რომ განგვისაზროს ის სულიერი წიაღის შესახებ კი არ გვესაუბრება, არამედ ამ ქვეყნიური სოფლის აღნაგობის შესახებ და მისი თითოეული ნაწილის შესახებ, რომელიც იწოდება ცად და იწოდება ამავე დროს წერილის მიერ მყარად, ანუ სამყაროდ, რომ ამით დასაბუთდეს ამ ცის, რაზეც ამ შემთხვევაში მსჯელობა, ამ ქვეყნიურობა, ანუ მატერიალურობა, ხილული სოფლის შიგნით რომა ესა და არა მის გარეთ. და ამბობს მოძღვარი და არა ხოლო თუ ოდენ ცად იტყვის ამას მარტივად, ესე იგი მხოლოდ უბრალოდ ცად კი არ ამბობს საფრთხო წერილი აი ამ პირველ რეგიონს დედამიწის გარშემო სივრცეს პერიგიას, არამედ სამყაროდ ცა. რამე თუ წერილ არს ვითარმენ და ახლა ციტატა მოაქვს იმის დასაბუთებისთვის წმინდა გრიგოლ ნოსელს, რომ ამ პირველ ნაწილს ხილული სოფლისა, რასაც როგორც უკვე ვნახეთ აშკარად ეწოდება ცა, ეწოდება აგრეთვე სამყაროც. და მოტანილია ციტატა შესაქმის პირველი წიგნის მე-20 მუხლიდან. გამოიყვანედ წყალთა, ქვეწარმავალი, სამშვინველთა ცხოველთაი და მფრინვალე ქვეყანასა ზედა, მსგავსად სამყაროისა მის ცისაისა. რომ ესე იგი აქ მსგავსად ნიშნავს შესაბამისად, ამ მსგავსაც არა აქვს ის გაგება, რაც დღევანდელი მნიშვნელობით ესაა ბერძნული წინდებული კატა ამისებრ, ამის კვალობაზე. ესე იგი ცის სამყაროს კვალობაზე ფრინავს ეს ფრინველი, ანუ იქ იმ რეგიონში ფრინავს, რომ პირდაპირ წოდება ამ პირველი რეგიონისა ერთდროულად ცად და ამავე დროს სამყაროდ და თან შესიტყვებად ცის სამყარო ადასტურებს, რომ სამყაროდაც შეიძლება ეწოდოს მას. ახლა მეორეცა და კვალად მეორედ ცად სახელსდებს ცასა და სამყაროსა, კვლავ იგივეობრივად მოაქვს ეს ორი ტერმინი, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ ხილული სოფლის შიგნითა რეგიონებზეა საუბარი, სადაც მყარია, სიმყარეა და სადაც ეწოდებათ მათ ამ სიმყარეებს. სახელსდებს ცასა და სამყაროსა, უცთომელი სამის სიმრგულისა შინაკერძო ხილულად და განცდილად, რომელსა შინა ვლენან, ცთომილნი იგი ვარსკვლავნი. ესე იგი მეორე ცა არის იმ გარეგარსის შიგნით არსებული, აგრეთვე უძრავ ვარსკვლავთა სფეროს შიგნით, ანუ ქვევით არსებული წიაღი, სადაც ცთომილი ვარსკვლავები, ანუ პლანეტები მოძრაობენ. საიდან ვიცით ეს? აქვე ციტატაა კვლავ მოტანილი. შექმნა ღმერთმა მნათობნი იგი დიდნი და დასხნა იგინი სამყაროსა შინა ცათასა, რაითა ნათობდნენ ქვეყანასა ზედა. კვლავ ცათა სამყაროი. რომ ესე სამყარო და სადაც ეწოდება აგრეთვე იმ რეგიონს, სადაც პლანეტები მოძრაობენ. ეს ამ მთვარის ზემოთა პლანეტარული სივრცე. და ბოლოს მესამეცა, რომელიც ადრეც ახსენა, მესამეცა თუ უკიდურესი წერტილია, პირველიცა დედამიწის გარშემო სივრცეა, მეორეც არის მანძილი პირველსა და მესამეცას შორის. პლანეტარული რეგიონი, როგორც ვიკითხარით. და რომ ეს მეორეცა ბევრად აღმატებული ამ პირველ ცაზე დედამიწიდან დაშორებულობის კუთხით, ამას მოძღვარი შემდეგნაირად განმარტავს. ამბობს რა. და ესე ყოველთა და ცხად არს, რომელთა უწყიან მცირეც აგებულებაი სოფლისაი, თუ რაბამად უმდაბლეს არს. ესე იგულისხმება ამ შემთხვევაში დედამიწის გარშემო სივრცე, ანუ პირველიცა, ზემოთა მათ სიმაღლეთა, ესე იგი ზემო სიმაღლები რამდენად დაბლა ეს ქვემოთ. და შემდგომ ბოლოს ისე იმ მესამეცას უბრუნდება წმინდა გრიგოლ ნოსელი და ამბობს, ხოლო დასასრულსა ხილული სამის სოფლისასა, საზღვრად უხილავი სამის აგებულებისა სახელსდებს მოციქული, რომელ არს ცაი და სამყაროი. რომ ისიც, რაც დასასრული ამ ხილული სოფლისა და რაც ამავე დროს გამიჯნულობა უხილავი სოფლისგან ამ მატერიალური ქვეყნიერებისა, იმასაც ცად და სამყაროდ უწოდებს მოციქული. აი ასე გამიჯნა წმინდა გრიგოლ ნოსელმა ხილული სამყარო სამ ნაწილად, ესაა მისი კოსმოლოგიური სწავლება, თითოეულ ნაწილს მისივე მითითებით და პავლე მოციქულის შესაბამისი უწყების ახსნის კვალობაზე უწოდებს ცად და სამყაროდ და გვიდგენს, რომ არსებობს სამიცა, სამი სამყარო, პირველი დედამიწის გარშემო სივრცე, პერიგეა, ატმოსფერული რეგიონი, მთვარის ქვემოთა სივრცე, მეორე პლანეტარული რეგიონი
და მესამე დამაბოლოებელი მიჯნა ამ ხილული სოფლისა, რომლის მიღმაც უხილავთა წიაღია. აქ არის ზოგიერთი მომენტი, რომელსაც ჩვენ შეიძლება შემდგომში შევეხოთ, მაგრამ ამჯერად ამით დავაბოლოებთ.